არათუ რეჟიმის ცვლილებების ნიშნებს ვერ ხედავთ. პირიქით ჩვენ ხედავთ საზოგადოების მზაობას წინააღმდეგობის გაწევის. აი სკანდირებენ რომ სიკვდილი ამერიკა, სიკვდილი ისრაელს და ამ შემდეგ. ამიტომ ის მაქსიმალისტური ამოცანა, რაც შეერთებულ შტატებს გააჩნდა და ისრაელს, მე ამის ნიშნებს ვერ ხედავ და დღითი დღე უფრო ვწმუნდები. ამ თავიდანვე მე ამ აზრს ვაფიქსირებდი, რომ ეს შეუძლებელია მარტო საჰაერო დაბომბვებით. და ეხლა უფრო ვწმუნდები. მაგრამ არსებობს ასევე სხვა ობიექტური შედეგები, რაც ამერიკის სასარგებლოდ არსებობს. მართლაც ეხლა ირანი მცირე დარტყმებს არ იღებს. ის ტოტალური უპირატესობა, რაც შეერთებულ შტატებს გააჩნია შეიარაღებაში, ტექნოლოგიებში განსაკუთრებით. შეიძლება ითქვას, ამერიკა ირანს უსწრებს, ალბათ სამი საფეხურით ტექნოლოგიაში. სხვადასხვა დონეზე არიან ისინი სამხედრო კუთხით. ამას აქვს ხელოვნური ინტელექტი, დისტანციური კორექტირებადი საშუალებები. რაღაცები რომელიც ირანს საერთოდ არ აქვს ირანს, მთელი მიმართულება საერთოდ არ აქვს. ის კოსმოსური დაზვერვა, ავიაცია როგორც ასეთი ირანს არ აქვს. რაც ქონდა ის იყო მოძველებული ჯერ კიდევ ერან-ერაყის მომიზრონებელი. ხო, ირანს არ აქვს არც საზღვაო ფლოტი არ ყავს, რაც ყავდათ ისიც ჩაუძირეს, ზირთად ისიც პორტებში, იმიტომ აზრი არ ქონდა მაგით, ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებდი, მაგრამ ირანს აქვს თავისი ძლიერი მხარეებიც, ხო, ეს არის მისი გეოგრაფიული სიდიდე, მისი რელიეფი, სტრატეგიული სიღრმე და მდებარეობა და მოსახლეობა. რომელიც შეიძლება ეთნიკური თვალსაზრისით არის ჭრელი, მაგრამ რელიგია აქვთ ერთი. ეს რელიგია მის მდგრადობას უზრუნველყოფს. ამას ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. ეს სიჭრელე რას ნიშნავს ირანის? რელიგიური ფაქტორი მან გადამწყვეტია. აზერბაიჯანშიც ცოტა გაორებას იწვევს გამომდინარე იქით, რომ ჩვენს კონტექსტშიც მე ვისაუბროთ, ან ირანის რელიგიური შემადგენელი რას ნიშნავს ჩვენთვის, მეზობლებისთვის. მაგრამ რო დაუბრუნდეთ შუალედურ შედეგს, მე ერთ-ერთ გადაცემაში მე მგონი თათიასთან წინა კვირას ვთქვი, რომ არსებობს ამ კონფლიქტის მე ვხედავ ყოველ შემთხვევაში ამ კონფლიქტის დასრულების სამ ვერსიას. პირველი ეს არის უკიდურესად პროამერიკული ვერსია, ეს რეჟიმ ჩეინჯი, ანუ ხდება შიგნიდან დემონტაჟი ხელისუფლების, მოდიან დასავლეთისადმი, ამერიკისადმი ლოიალურად განწყობილი მთავრობა, ან შახის რაღაც ნეოვერსია, რაღაც მონარქიის ან 79 წლამდე რა ტიპის სახელმწიფოც იყო და ახლობით. შეიძლება ეგეთი არ იყოს, შეიძლება რაღაც ისლამური ფუნდამენტი შეინარჩუნოს, მაგრამ ისრაელის და ამერიკისადმი არის ლოიალური და მორჩილი. ეს არის უკიდურესად პროამერიკული ვერსია, რომელიც ჩემი აზრით ჩაფლავდა და შეუძლებელია მე ამ პროცესს უკვე ვერ ვხედავ. არსებობს ყველაზე რეალური ვერსია, რომელსაც მე ვხედავ, ეს არის ამერიკა რაღაცა პერიოდის შემდეგ, ეს შეიძლება ერთ კვირაში მოხდეს, შეიძლება ორ კვირაში მოხდეს, შეიძლება ერთ თვეში მოხდეს, გააგრძელებს ამ სამხედრო ოპერაციას, გააგრძელებს დარტყმებს, ირანი თავის მხრივ გააგრძელებს ასევე დარტყმებს, გააგრძელებს ასევე ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას და დღეს მაგალითად 4 ტანკერი დააზიანა ირანმა, ანუ აღარ უშვებს იქიდან ჩაკეტა სრულად, მათ შორის ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკვე ნაღმებსაც დებს, რაც რისი მოშორება უკვე რთულია. წყალში მცურავ საბრძოლო მასალას, ხო. კი ბატონო, ანუ სრულად ბლოკირება ხდება ჰორმუზის სრუტის. თავის მხრივ რაღაცა პერიოდის მერე ამერიკა აცხადებს, რომ ჩვენ საკუთარ მიზანს მივახციეთ, გავანადგურეთ მათი სამხედრო პოტენციალი, მოვკალით სამხედრო პოლიტიკური ლიდერშიპი და ირანი აწი დიდი ხნით აღარ იქნება ჩვენთვის საფრთხე. ტრამპი იზეიმებს გამარჯვებას, თავის მხრივ ირანიც გამოაცხადებს, რომ ჩვენ სერიოზული დარტყმები მივაყენეთ ირანს, შეერთებულ შტატებს და მათ მარიონეტებს, ჩვენ არაფერი არ დავთმეთ,
ჩვენ შური ვიძიეთ და გავიმარჯვეთ.